დილამშვიდობის სამეგობრებო, ეს ვლოგი რაღაცა ძალიან კერუის გამომდის, მაგრამ ხო გინდოდათ ჩემი live vlog-ი? ხო და მე ამისმეც თითქმის არაფერს არ ვაკეთებ. მე მგონი სახშიც აღარ ვაკეთებ აღარანაირ საქმეს, ყველაფერი დედაჩემზე არის გადაბარებული, იმიტომ რომ დილა თენდება, მე შემოვდივარ ჩემს სამუშაო ოთახში და ვარ აქ დილიდან დაღამებამდე. ბედს არ ვუჩევი, სხვათა შორის მეგონა, რომ ამ ზაფხულს დიდად მუშაობა არ მექნებოდა რა, ფიქრობდი, რომ იქნებოდა ეხლა ყველა ვარიანტში. არასოდეს საქმის გარეშე არ ვარ და შეკვეთის გარეშე არ ვარ, მაგრამ თლად ესეთ მუშაობას არ ველოდებოდი და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი სადმე არ წასვლის მიზეზიც ჩემი სამსახურია, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი შეკვეთები მქონდა. როგორც გითხარით, არ ველოდი. ეხლაც დილიდან, როგორც ხედავთ, რომელი საათია? 9:09. ანუ წარმოიდგინეთ, მე რომელზე გავიღვიძე, გადავივლე, მოწესრიგდი, მაკიაჟი გავიკეთე, ჩავიცვი. და ეხლა ვზივარ თან ვსვავ ჩემს კუთვნილ დილის ყავას. რო გავიღვიძე, ძალიან მოხრობული იყო, ნაწვიმარი იყო, ყველაფერი ერთად იყო. და ვიფიქრე, რომ ეციებოდა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ რამე შარვალი ჩამეცვა. და მინსკში მქონდა ერთი შარვალი ნაყიდი, ჯინსის. ძალიან მიყვარდა რა, სადაც მუშაობდი, მაგრამ ფარმალში იქ ვიყიდე, ძალიან კარგი ჯინსია, დგომაც ძალიან ლამაზი აქვს, უკანაც ძალიან ლამაზად გაჭდება საჭმელად. მოკლედ ძალიან ლამაზია რა. ვერ ვეტევოდი ხოლმე რა თქმა უნდა. ეს მჭირდება ჯერ უნდა დავაუთო, ესე წარი გავამზადე, ახლა ვამზადებ ბუდეს. ხო და შარვალი მინდა გაჩვენოთ რა. დღეს ჩავედი, აქამდე საერთოდ ვერ ვიკრავდი, ანუ ეს ხო არის რა, საერთოდ ვერ ვიკრავდი, ანუ ერთი მეორესთან ვერ მიყავდა და დღეს აი ესე ძალიან ლამაზად მაცვი და ძალიან მომწონს, რომ ჩემს სასურველ წონას და ზომას ვუახლოვდები. პედიკური და მანიკური მაქვს გასაკეთებელი წესით 24-ში მივდივარ ქობულეთში. მაგრამ რასაც ვუყურებ არის წვიმები და შესაბამისად გიჟი ხარ ვარ, წვიმაში წავიდე, სახლში ფული გადავიხადო, თან რამდენი 100-140 ლარი ღირს და თუ იმეს გეგულებათ ქობულეთში კარგი, სუფთა, ზღვასთან ახლოს ბინა, ან პრინციპში ყველა მე მგონი ზღვასთან ახლოს არის მაგაზე ჩაყოლებაზე. მაგრამ ძალიან გთხოვთ, ან ინსტაგრამზე გამიზიარეთ, ან აქ გამიზიარეთ, რა ვიცი, ძალიან გამიხარდება და ძალიან დამეხარ. ჯერ ბინა ნაპოვნი არ მაქვს, მაგრამ რასაც ვუყურებ, ღირს 120 ლარიდან 140 ლარამდე რა, აი ესე მერყეობს. ბათუმშიც წავიდოდი, მაგრამ რატომღაც ქობულეთში მინდა. მე მახსოვს, მე ირა, პალინა და ალექსანდრა ბათუმში რო ვიყავით, 2 დღით გადმოვედით თუ 3 დღით გადმოვედით ქობულეთში და ძალიან მომეწონა. არაცნაირი არის რა, აქვს თავისი ეშხი და შარმი, ამიტომ წელს რაღაცა ესე გადაწყვეტილი მაქვს, რომ მინდა ქობულეთში. ახლა რა კარგია დილის ყავა არის, აი დილის ყავა არის რაღაცა ის საოცრება. მე რო ყავა არ დავლიო დილას, აი რა ვიცი, გათიშული ვივლი, ერთხელ ეგრე დავიწყე კერვა და ის არასწორად მივჭერი, ეს არასწორად მოვჭერი და მოკლედ ჩავატარე მთელი ამბები. დილიდან მივდივარ ლილოში, ახლა უნდა წამოვიღოთ ჩემი ქსოვილები და თქვენთვის მინდოდა ერთი რაღაცის თქმა. ხშირად ინსტაგრამზე ვიღებ შეტყობინებს და ნანუტა ხო არ ასწავლი კერვას, ასევე YouTube-ზეც მიკომენტარებდნენ ხოლმე ნანუტა ხო არ ასწავლი და ეს ადამიანები ძალიან ისე ხშირად რა ვისტუმრობდი ხოლმე უარით, იმიტომ რომ საერთოდ აზრადაც ფიქრადაც არ მქონდა, რომ შეიძლება ვიღაცას ვასწავლო და გავუზიარო ჩემი ცოდნა. ან მე კიდევ ერთხელ აუცილებლად ხაზს გავუსმევ და ვიტყვი, რომ მე შემიძლია ტანსაცმელი შევკერო ჩემთვის, მაგრამ არა სხვისთვის, იმიტომ რომ ამას ჭირდება ცოდნა. მე ეს არ ვიცი, ანუ პროფესიონალურ დონეზე მე ეს არ ვიცი, ამიტომ რა თქმა უნდა, მე არ ვასწავლი ტანსაცმლის არც თარგის აგებას, არც ჭრაკლოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მხოლოდ შემიძლია ვასწავლო ის, რაც მე ვიცი. ამიტომ გადავწყვიტე ესეთი რამ. სექტემბრიდან ჩავუშვა ესეთი
კურსი შემიძლია ეს იყოს ონლაინ, შემიძლია ეს იყოს ჩემთან სახლში მოსვლით და გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, იმიტომ რომ ეხლა ძალიან ბევრი გოგოები მაგალითად გადმოდიან რეგიონებიდან თბილისში საცხოვრებლად და უნდათ რომ რაღაცა კურსები გაიარონ, რაღაცა ისწავლონ, ზოგს ძალიან უყვარს ეს კერვა, ზოგისთვის შეიძლება მხოლოდ ტანსაცმელი იყოს, მაგრამ ტანსაცმლისთვის არის სხვა კურსები, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ, მაგრამ ჩემთან შეგიძლიათ ისწავლოთ ის, რასაც ვაკეთებ მე ძალიან წარმატებით და ძალიან აქტიურად, რაც ძალიან მეამაყება და გადავწყვიტე რომ აღარავის აღარ უთხრა უარი და გავაკეთო ესეთი კურსი. შემიძლია ეს იყოს ონლაინ, შემიძლია ეს იყოს ჩემთან სახლში მოსვლით და აქვე გასწავლით ჩემ საკერავ მანქანებზე, გასწავლებთ ავერლოგს, საკერავ მანქანას და რა თქმა უნდა ის, რასაც ვაკეთებ მე საბავშვო თეთრეულს, ჩემი ამდენი წლის მანძილზე, თქვენ ვერ წარმოგიდგენთ, ანუ თარგს რო ავიღებთ ინტერნეტში, ეს არ ნიშნავს, რომ თურმე სწორი თარგია. მეც მასზე მეგონა და თავიდან კიდევ კარგი მე ამას ჯერ ესე კლიენტს არ ვუგზავნიდი, უბრალოდ ალექსანდრასთვის დავიწყე ეს ყველაფერი. ალექსანდრა როცა დაიბადა, მაშინ დავიწყე ამ გამოსაკრავი ბალიშების შეკერვაზე, რავი, რაც მჭირდებოდა ხო, ყველაფერი და შესაბამისად მაგალითად ერთხელ როცა შევკერე ზეწარი ინთარგებით, რაც ინტერნეტიდან ავიღე, ეს იყო ძალიან პატარა ზეწარი გამოვიდა მატრასისთვის, ანუ სიმაღლე შეუსაბამო, სიგრძე სიგანეში შეუსაბამო. ამიტომ ეს დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, რამდენი წელია ხო ამას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დავხვეწე, თარგები მოვიყვანე ჩემ ზომაზე და ახლა ზუსტად ვიცი, მაგალითად, როგორ შევკერო ბუდე, იმიტომ რომ ბუდეს ცალკე თარგი მაქვს ჩემთვის. ეხა ესე რო შეხედავ, თითქოს არაფერია ხო, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ზომები, რამდენია საჭირო. მაგალითად, ეხლა ხანს გოგონამ წერდა, რომ ჭირდება ბუდე, ოღონდ, ბაძრობაზე რომ ნახეთ წვრილი ყურები რო აქვს, ეგეთი არ მინდა, იმიტომ რომ მე უკვე დამუშავებული მაქვს ჩემი სისქე, სიგრძე, სიგანა, ყველაფერი ვიცი და ამიტომ მე შემიძლია ჩემი ცოდნა, ამდენი წლის განმავლობაში დაგროვებული პრაქტიკა გაგიზიარო შენ. ძალიან ბევრჯერ მწერენ ხოლმე, რომ შვილისთვის უნდათ, შვილიშვილისთვის უნდათ, ამიტომ არ ვიცი, თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ, აუცილებლად დამეკონტაქტეთ ინსტაგრამზე და რა ვიცი, გასწავლით ყველაფერს, რაც მე ვიცი და აი მართლა მთელი თქვენ იცით ხო, მე არაფერს ისე არ ვუდგები, თუ მთელი გულით არ გავაკეთე. ეს მეც მჭირდება და თუ ვინმეს გაქვთ იმის სურვილი, რომ შეისწავლოთ კერვა და აქციოთ თქვენ შემოსავლის წყაროთ, ეს გჭირდებათ თქვენს ჩემგან. ამიტომ ჩვენ ორივეს გვჭირდება ერთმანეთი. გასწავლით ყველაფერს, რაც მე ვიცი. აი ჩემგან გახვალთ, აი როგორ მზად იცით, რომ აი всё, შეგიძლიათ ეგრევე დაიწყოთ თქვენი საქმე, გააკეთოთ თქვენი ინსტაგრამი, ასევე დაგეხმარებით მაგაში, ასევე გასწავლით როგორ გააკეთოთ ლამაზი კონტენტი თქვენი ინსტაგრამისთვის, ასევე გასწავლით როგორ დაბუსტოთ რეკლამა Facebook-ზე და Instagram-ზე, თარგები რა თქმა უნდა გექნებათ და უკვე ნასწავლი გექნებათ როგორ შეკეროთ ეს ყველაფერი და თქვენ გახვალთ, თქვენ წახვალთ თქვენ სახლში, დადებთ თქვენს ქსოვილს და ადებთ თარგს, გამოჭრით, შეკერავთ, გადაუღებთ ამ ყველაფერს ლამაზად და უკვე გასაყიდად გექნებათ ეს ყველაფერი მზად და დამიჯერეთ ერთ-ორ დღეში. თქვენ აუცილებლად გაყიდით იმას, რაც თქვენ შექმენით და შეკერეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი არის ეს საქმე გოგოსთვის, ან მარტო ხელა დედასთვის, ან ზოგადად დედასთვის, რომელიც სახლშია და თან უწევს, რომ სახლს მიხედოს, შვილს მიხედოს და ასე შემდეგ და ჩემსავით ანალოგიურად იმუშაოს სახლიდან. იდეალური არის და თანხას რაც შეეხება, ეს არ იქნება რაღაცა ზე გაბერილი ფასები. ეს რასაც მე ახლა ვიწყებ, არის ჩემთვის პირველი და შესაბამისად ეს პირველი ნაკადი ვინც წამოვა, ეს იქნება ყველაზე მინიმალური თანხა ამ საქმისთვის და ამ ყველაფრისთვის, რაც მე უნდა მოგცეთ და გასწავლოთ. თანხა იქნება მინიმალური, ასე რომ შემეხმიანეთ ინსტაგრამზე, ნანუტაზე ან ნანუტა kids-ზე და ყველას აუცილებლად გიპასუხებთ. ასევე გასწავლით საწოვარას დამჭერების გაკეთებას, სწორი თოკებით, სწორი კვანძებით, სწორი მასალით და რა ვიცი, ხო გეუბნებით მაქსიმალურად ყველაფერს გასწავლით, რაც მე ვიცი და
ძალიან დიდი ცოდნით წახვალთ და რაც ყველაზე მთავარი და თქვენთვის მომგებიანი არის, წახვალთ სწორი თარგებით. თარგი არის ყველაზე მთავარი. ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ თარგი არის ყველაფერი ამ საქმეში და მე რა თქმა უნდა თქვენი გემოვნება, თქვენი ფანტაზია, თქვენი კერვის ცოდნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ახლა მე გავიქეცი, ყავას დავლევ ბოლომდე, წავალ ქსოვილებზე და ეს საქმე დღეს აუცილებლად უნდა ჩავხურო, იმიტომ რომ როგორც გითხარით, საღამოს მივდივართ კახეთში და შემდეგი ვლოგი გელოდებათ კახეთი და ერთისული მაქვს როდის წავალ. ალექსანდრაც მიმყავს, რა თქმა უნდა, მივდივართ მარისთან, ისე მიხარია. მოვივლით, მოკლედ, არა, ბევრს ვერ ვუვლით, ანუ დიდი ხნით არ მივდივართ, პარასკევი გვექნება სრული დღე. ამიტომ ერთ დღესში, რასაც მოვესწრებთ, იქაურობას მოვივლით, ვნახავთ, გემრიელად შევჭამთ და ასე შემდეგ და წავედი მე ლილოში. ლილოშიც ვიყავი, მოვედი კიდევაც, მე მესაღლები როგორ დარბია, იჟებირის. ხო და ეხა ჩამოვედი. კატასტროფა. აგერა გიჟე დარბია. ხო და ეხა მივდივარ. თხა უნდა მოვხსნა, მე სხვაფერზე უნდა ჩავრიცხო. ალექსანდრას ბანანი უნდა და ქარია დღეს თბილისში. იმას რა გამოვედი, გრილამედი იყო, მაგრამ აი ეხლა ძალიან ქარია. დღეს საღამოს სათხარით მივდივართ კახეთში, მაგრამ მივდივართ დილას, იმიტომ რომ მარის იქ რაღაცა ჩაწერებით ემატა და სამსახური უპირველეს ყოვლისა. საჩეკვცია ჩვენ დასვენება. ჩვენ ხარ გვიყვარს დასვენება, ჩვენ გვიყვარს მუშაობა. ამიტომ აიმე ასე გადაწყდა მოკლედ. ეხლა წავიდეთ ალექსანდროსკასთვის ვიყიდებ ბანანი. მე ჩემს საქმეებს გავაკეთებ. შემოთხოვა ტელეფონზე უნდა ჩავრიცხო. ბიზნესელი ამბობი გაქვს. ლოში ვიყიდე ყველაფერი რაც მჭირდებოდა, ვიყიდე ნაჭრები, ასევე ვიყიდე საჩუქარი. მარისთან ვიდეო პირველად კახეთში არასდროს არ ყოფილვარ და რაღაცა ისეთი მინდოდა. მე სახში ვაო, გაჩვენებთ როგორი ლამაზი რაღაც ჩემთვისაც მინდოდა, მაგრამ უბრალოდ ისეთი იყო, რომ ისედაც ნაჭრები მომქონდა. კიდევ ეს დიდი იყო და კიდევ მეორე ჩემთვის ვერ წამოვიყავდი, მაგრამ შემდეგ წასვლაზე აუცილებლად ჩემთვის ვიყიდი. ძალიან რამდენი ხანია ეგრე მინდოდა და ეხლა შემხრო და ვნახე ისევ ეგრევე ჯერ მარისის ვიყიდე. მე რა წავალ კიდე ჩემთვის ვიყიდე. ისევ ის ბაღი და ისევ ის ათმები, ისევ ის შრიალი ხედა. ფოთლების ბადაში ისევ ის ნათელი, ციმციმი აპრილის ფერათა.